ერთი წლის წინ ამ დღეს ილია თოფურიამ გათიშა ალექსანდრ ვოლკანოვსკი და წელზე შემოირტყა ის დამსახურებული ქამარი, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ქართველები ველოდებოდნენ. იქნება თუ არა რელევანტური ვოლკანოვსკი თოფურია ორის ჩანიშვნვა და ხომ არ აჯობებს, რომ გადადგას UFC მესნაბიჯი, თამამი ნაბიჯი, რომელიც აქამდეც გადაუდგამს და დაუპირისპიროს ილია თოფურია ისლამ მახაჩევს, ანუ კვლავ შედგეს ზედაწონაში ასვლა ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონის იმისათვის, რომ შეძლოს და კონორ მაკგრეგორის შემდეგ აი ამ სივრცეში გახდეს ორმაგი ჩემპიონი. რატომაც არა, რა უშლის UFC-ს ამ ყველაფერთან მიმართებით ხელს და რატომ იკავებს დენა ვაითი ამ ყველაფერთან მიმართებით ჯერჯერობით თავს. სპეკულაციები არის, სპეკულაციები იქნება, იმიტომ რომ მახაჩევი გასაგებია ვიცით ვინც არის და რამხელა სტატუსიც აქვს მას, თუმცა არანაკლები სტატუსი და არანაკლები ფანების რაოდენობა ჰყავს ილია თოფურიას და ეს ფანები არ არიან მხოლოდ ქართველები. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ის ხდება ნელ-ნელა ფანების ფავორიტი ჩემპიონი, ერთი, იმიტომ რომ მეტნაკლებად აქტიური არის, ორი, იმიტომ რომ ზედიზედ მიაყოლა და გათიშა ვოლკანოვსკი და ჰოლოვეი, ასევე მან ის გზა ჩემპიონობამდე რა გზაც გაიარა აბსოლუტურად დამსახურებლად, ეს არ ყოფილა რაღაცა ვინმეს მიერ ნაჩუქარი გზა, როგორც გვინახავს სხვა მებრძოლებთან მიმართებით, რომლებსაც არ გაუმართლებიათ შემდგომ ეს პრივილეგია, მან ეტაპობრივად გაიარა, წლები დასჭირდა ამ ყველაფრისთვის და შესაბამისად დამსახურებლად არის ახლა იგი ჩემპიონი, თუმცა მას გარდა იმისა, რომ აქვს ქამარი, ასევე აქვს გარშემო ის ჩემპიონის მატერიალი, ის ჩემპიონის მენტალობა და ხასიათი, რაც UFC-ს სჭირდება ამ ეტაპზე და რაც დიდი ხნის განმავლობაში მეტწილად გვაკლდა. ბევრის თვალში ილია არ არის პროტაგონისტი, პირიქით, აი თუნდაც TikTok-ზე თუ წაგიკითხავთ კომენტარები ან ნებისმიერი სხვა MMA-სთან დაკავშირებულ პლატფორმაზე კონტენტის თვალსაზრისით ნახავდით, რომ ყველა მისტირის ჰოლოვეის და ყველა მისტირის ვოლკანოვსკის გულისხმობ იმას, რომ ექსპერტული ვილენი და ბოროტმოქმედი ის, ვინც ოცნებებს უმსხვრევს და ფანებს თავიანთ ფავორიტ მებრძოლებს უთიშავს, არის ილია, თუმცა ვერავინ ვერ ბედავს, რომ მაგალითად მასზე რაიმე აუგითქვას, პირიქით, აი ალექსანდრეს გამოჩენის შემთხვევაში იყო ხო ძალიან ბევრი შედარება, აი ნახავთ კიდეც აქ, რომ ახლა ორი თოფურია ყავსო და ისინი ერთნაირად იბრძვიან, რომ მოკლედ მთელი UFC სამყარო არის შოკში ამ ძმების გადამკიდე და სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა ჩაინიშნოს მახაჩევი თოფურია 155-ში. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ჯერ დასამტკიცებელი აქვს თოფურიას თავის წონით კატეგორიაშიო და ეს ვიღაც ვინც ამას ამბობს არის ისლამ მახაჩევი, თუმცა მე მგონი ვოლკანოვსკის და ჰოლოვეის მიყოლებით რომ დაანოკაუტებ, აქ რა არაფრის დამტკიცებაზე არ არის რეალურად საუბარი, ხო შენი სათქმელი უკვე თქვი და ახლა გაქვს ამბიცია უფრო დიდზე, რაზეც ხელი ნამდვილად მიგიწვდება და რისი მოთხოვნის უფლებაც ნამდვილად გაქვს. კი, ცხადია შეიძლება თქვას, რომ ვინმემ რომ მაგალითად დიეგო ლოპესთან დაიცვას ჯერ ქამარი, იქნებ ვოლკანოვსკის ხელმეორედ ეჩხუბოს, თუმცა ეს კინო ნანახი გვაქვს ჩვენ ყველას და გვინდა გაცილებით უფრო დიდი რამ. ორი ქამრის მფლობელი ილია თოფურია გვინდა ჩვენ და ამის პრეცედენტი ყოფილა, ხო, აი თუნდაც მაგალითად რო ვისაუბროთ ვოლკანოვსკის შემთხვევა ორჯერ ავიდა იგი მახაჩევთან დასაპირისპირებლად, ბოლო ასვლა ჯობდა არასულიყო ჩემი აზრით და ეს ყველაფერი ეგრეთ წოდებული short notice-ზე მოხდა, ანუ ჩამნაცვლებელი იყო ვოლკანოვსკი, თუმცა მაინც ხომ ავიდა, ხომ მისცეს შანსი, ანაც პირველი ბრძოლა რო ავიღოთ, ხო, კი დამარცხდა გადაწყვეტილებით, მაგრამ ძალიან სერიოზული ჭუბი გაუმართა ისლამ მახაჩევს და მე მგონი არც დენას და არც ჰანტერს არ უნანიათ ეს პირიქით რაღაცა შთამომავლობა და ეგრეთ წოდებული ლეგასიც კი დატოვა ამ ბრძოლამ და რატომაც არა, ხო? მით უმეტეს რომ არის ახლა ეგრეთ წოდებული ჰაიპი აწეული, რომ აი დაღესტნელები ქართველების წინააღმდეგ დაღესტნური ჭიდაობა, დაღესტნური ბრძოლა ეს სამბო დადგა ეჭქვეშ, ანუ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც უპირისპირებენ რაღაცას ძალიან სერიოზულად ამ ყველაფერს და ახლა უფრო მეტი შიში და რიდი გაჩნდა ქართველების. აზრი ვოლკანოვსკისთან ხელმეორედ ილია შხობს, ეს კინო ნანახი ვაქვს, როგორც უკვე აღნიშნე და კიდევ ერთხელ ნახავთ კი ბატონო, მაგრამ რას მოგვიტანს ეს, რას მოუტანს ილიას გარდა არ ვიცი რეზიუმესა და გარდა შემოსავლისა, მან ზუსტად იცის თუ რა სჭირდება ამ ბიზნესს და ეს არის ისლამ მახაჩევთან დაპირისპირება, მით უფრო რომ 155-ში კონტენდერების ნაკლებობა გვაქვს მეტწილად და რატომ? არმან ცარუკიანმა წონა ვერ ჩააბარა თავის დროზე, პროსტორეთ პრობლემები შეექმნა ჯანმრთელობის და მოკლედ ვერ გამოცხადდა მახაჩევის პირისპირ, რამაც
ათქმევინა დენა ვაის, რომ არა, ცარუკიანი ეგრევე აღარ მიიღებს შანსს მსუბუქი წონით კატეგორიის ქამართან მიმართებით, მან კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს, ანუ კიდევ ერთი ან ორი ბრძოლა აქვს ჯერ გასამართი ცარუკიანს. Go back to the drawing board? No. Yeah, he's going back to the drawing board. Opportunities sometimes, and he did. So we'll see how this plays out for him next year. Charles Oliveira, რომელმაც დაამარცხა მაიკლ ჩენდლერი, თუმცა მანამდე წააგო ცარუკიანთან და გვინდა თუ არა მახაჩევი ოლივეირა ორის ნახვა. ეს კინოც მეტნაკლებად ნანახი გვაქვს, რაღაც ახალი გვინდა. მით უმეტეს დასტინ პორიე უკვე ემზადება პენსიაზე გასასვლელი ჩხუბისთვის, ანუ ბოლო ჯერ შევა ოქტაგონზე და ვისთან იქნება ეს ჯერ ჩვენთვისაც სურპრიზია. თუმცა ამას იმედია ვნახავთ და არის სპეკულაციები, რომ ილია თოფურია შეიძლება იყოს ეს ადამიანი. დენ ჰუკერი, ჯასტინ გეიჯი, ეს ბრძოლა უკვე ჩანიშნულია და ცოცხალი ვინ გამოვა ოქტაგონიდან ეს კაცი შვილმა არის ის, იმიტომ რომ არც ერთი არ დაინდობს ერთმანეს და სიცოცხლის 10 წელი მოაკლდებათ მათ რინგზე. ვინ გადარჩა პრინციპში? მე მგონი 155-ში არავინ და ჩენდლერი არ მითხრას ახლა ჩენდლერი არავინ არ მიხსენოთ. ახლა არც ბენილ დარიუში და არც არ ვიცი მოიკანო კი ნახეთ. მოკლედ ეს არის 155-ში ვითარება, რეალური ახალი სისხლი, ახალი კონტენდერი ნაკლებად სავარაუდოა რომ მომდენო 1-2 წელიწადში წარმოჩინდეს. ილიას წონით კატეგორიაში რა ხდება, ხო? მოსა რევლოევი მაგალითად, რომელიც დაუმარცხებელია და რომელიც ელოდება თავის შანსს და ასევე არის დიეგო ლოპესი, თუმცა ჩემი პირადი მოსაზრებით ამ ორმა ადამიანმა უნდა გადაინაწილოს ერთმანეთში ის თუ ვინ იქნება შემდგომი ქამრის რიგში, მაგრამ აი ხო ნახეთ ესეთ შემთხვევა, როდესაც ვოლკანოვსკი ავიდა 155-ში დაუპირისპირდა მახაჩევს და ამ პერიოდის განმავლობაში გამოთავისუფლდა ქამარი დროებითად, ანუ ხო, ეს ქამარი ამ ქამარზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს იარ როდრიგესი და ჯოშ ემეტი დროებით ქამართან, დროებით ჩემპიონი იყო შემდგომ იარ როდრიგესი და გააერთიანა ქამარი, ასე ვთქვათ, ვოლკანოვსკი მასთან, რა დროსაც იგი ჯერ ისლამს ეჩხუბებოდა, ხო? ანუ არის პრეცედენტი და შეგვიძლია დაუშვათ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, რომ მაგალითად ილია ავიდეს 155-ში შეხვდეს მახაჩევს და პარალელურად დროებით ქამარზე ნებისმიერი სხვა მაგალითად ლოპესი და ევლოევი დაასაქმონ, ვიდრე ილია მიხედავს მახაჩევს და მიიღებს იმ ქამარს, რომელიც კონორ მაკგრეგორის შემდეგ ამ წონაში არავის არ აუღია და არავინ არ გამختარა ორმაგი წონის ჩემპიონი, ნუ მძიმე წონაში და ქვემ მძიმე წონაში კი იყო დანიელ კორმიე, მაგრამ პარალელურად მაინც კონორის ვოიაჟი არის ცხადია ყველაზე უფრო ყურადსაღები და სწორედ აი ეს აურა რაც გააჩნია ილიას უნდა იყოს იმის გარანტი რომ რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ბრძოლა უნდა შედგეს. რაც შეეხება შანსებს და თეორიულ სპეკულაციას, მე მგონია რომ ისლამ მახაჩევზე აუგის თქმა ცოტა რთულია, გულისხმობ იმას, რომ ეგრეთ წოდებული fraud check რასაც ეძახიან ხოლმე, ანუ მართლა მაგარია თუ არა ესა თუ ის მებრძოლი რომ გამოვლინდება ხოლმე, ამაზე კითხვის ნიშნები არ არის, უძლიერესია ისლამ მახაჩევი პირგას ფეხზე, ჭიდაობა ხო უბადლო აქვს, საბმიშენი ხო საერთოდ სასწაული აქვს, უძლიერესია მოკლედ და აი ჩემთვის ყველაზე ყურადსაღები არის დასტინ პორიესთან ბოლო რაუნდებისკენ, აი როდესაც პორიე დაიქნია ქუსლით, მაშინ როდესაც სახე ქონა გადახსნილი თვითონაც მახაჩევს ხო და ენერგია სრულიად გამოცლილი ქონდა, აი სწორედ მაშინ გაგუდა პორიე, რომელსაც ტოლიც არ დაუდო ფეხზე. კი, შეიძლება გაიხსენოს მავანმა, რომ აი ვოლკანოვსკიმ ხო გამოავლინა მისი სისუსტეები, მაგრამ ვოლკანოვსკის მაინც დააკლდა რაღაც საიმისოდ რომ დაემარცხებინა და მეორე ბრძოლაში შანსები უკვე აღარ დატოვა რეალურად. ეს ვნახეთ ძალიან მწარე ჰედკიკით გათიშა ვოლკანოვსკი. ამიტომ ესე ხელწამოსაკრავი მახაჩევი არავითარ შემთხვევაში არ არის. და თუმცა ეს არ არის არანაირად იმის თქმის საფუძველი, რომ არ უნდა ავიდეს ილია ამ წონაში. უნდა ავიდეს, უნდა მიისცენ ამის შანსი მას, იმიტომ რომ აი პრაიმში შედის, როგორც იტყვიან, ხო? ჯერ მისი პრაიმი თავად ბოლომდე არ დამდგარა. აქვს ის წლები, აი 28, 29, 30 წლამდე ამ წონით კატეგორიაში არის წლები, როდესაც სხეული თავიდან ბოლომდე შედის თავის პიკში
და გამოვალინს თავის სრულ და რეალურ პოტენციალს და სწორედ აი ამ ფანჯარას უნდა დაემთხვეს ჩემი აზრით მახაჩევთან ორთაბრძოლა, იმიტომ რომ აი ხაბიბის სიტყვებს მოვიშველიებ აქ ერთი რაღაც ძალიან საინტერესო თქვა მან და ეს ყველაფერი ფერგიუსონზეც ვრცელდებოდა და კონორ მაკგრეგორზეც, რომ ფორმის პიკი კარიერის განმავლობაში ორჯერ არავის არ აქვს. ერთხელ გაქვს და მორჩა და ის ერთხელ როცა გვაქვს ახლა უნდა გამოვიყენოთ და მოგცემ საშუალება რომ იქნას გამოყენებული და ჩვენზე კარგად ბიზნესი მაინც დენავა იცესმის ცხადია, მაგრამ აუცილებლად უნდა შედგეს ეს დაპირისპირება. ამას იმსახურებს მთელი UFC, ამას იმსახურებს ყველა ის ფანი, რომელიც ღამეებს ათენებს ამ სპორტისთვის და მით უფრო რომ ილია ამბობს და ილია ასრულებს. არ არსებობს მის კარიერაში მოსაწყენი ბრძოლა, არ არსებობს მის ემას ასპარეზი და იმედი გაგიცრუოს, ხო? ეს ხშირად არის ხოლმე მცირეოდენად შემაფერხებელი თუნდაც დენავაიტისთვის, იმიტომ რომ მიუცია ბევრისთვის შანსი, მაგრამ აღმოჩენილა რომ ისეთი მაგრები ვერ არიან და იმედები გაუცრუეს თუნდაც უფროს, იმიტომ რომ მოსაწყენი ბრძოლა აჩვენეს, რაღაცას მოერიდნენ, გაცვლებს შესვლას მოერიდნენ, ჭიდაობას მოერიდნენ და ეს ხო არ იქნება ცხადია. კი შეიძლება მახაჩევი დიდი მსუბუქი წონოსანია და ეს ასეც არის ფიზიკური გაბარიტების თვალსაზრისით, ხო? და მარტო კუნთზე არ მაქვს საუბარი, კუნთის მასაზე გაბარიტულად დიდია. ჩემი აზრით მახაჩევი არის მახაჩევი ბელალ მუჰამედის დივიზიონშიც რომ გამოდიოდეს, არანაირი პრობლემა არ იქნება, იქაც ჩემპიონი იქნებოდა ჩემი აზრით და მეორე მხრივ შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ილია პატარა არის, შედარებით უფრო პატარა არის წონაში, მაშინ როდესაც სიმაღლეშიც ცხადია არის სხვაობა, წონაშიც უფრო იქნება სხვაობა, მაგრამ ოქტაგონზე მაინც ამ ბრძოლისათვის შეგვიძლია რომ ვივარაუდოთ რომ ილია იქნება 100%-ით მზად, მით უმეტეს რომ აქვს უკვე ჩატარებული მას მსუბუქ წონაში ორთაბრძოლა და ბრუტალური ნოკაუტით აქვს ეს ბრძოლა დასრულებული, ამიტომ გაბარიტულად იმდენად შეიძლება არ იყოს სხვაობა, როგორიც აი თუნდაც ვოლკანოვსკისა და მახაჩევს შორის იყო, თუმცა ეგეც რომ იყოს, მაინც გამოვლინდა და გახსოვთ ეს მომენტი თუ როგორ ასრულებდა რაუნდებს ვოლკანოვსკი მახაჩევთან. ანუ შეუძლებელია აქ რეალურად არაფერი არ არის და თქვენ რას ფიქრობთ? თქვენ დამიწერეთ კომენტარებში, რაღაცა გული მიგრძნობს რომ ეს ჩხუბი ჩაინიშნება და საჩაინიშნება როგორ წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ აუცილებლად შედგება, ამაში დარწმუნებული ვარ და მეორე კამარსაც ჩემი აზრით ავიღებთ.